მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით ჩემი უსაყვარლესი ადგილიდან. თუ გახსოვთ ჩემს გამომწერებს, ჩემი პირველი ვიდეოც რაჭიდან იყო გადაღებული, რაჭის ტყიდან. და ახლა ესე სიმბოლურად დაგიბრუნდით ისევ ამ საოცარი ადგილიდან. დღევანდელი საჯარო გაშლა შეეხება ესეთ შეკითხვას, რა მნიშვნელოვან ტრამვას ამუშავებთ და რა შედეგზე გახვალთ. ანუ ეს არის გაშლა იმ ადამიანებისთვის, ვინც გადიხართ კარმულ ეტაპს, ვინც გადიხართ რთულ სიტუაციას და ნახოთ აბა რა ხდება თქვენთან, რა პასუხს გაგცემთ ტარო. პირველი ვარიანტი ამოვარდა და ამიტომ დავტოვებ პირველი, მეორე და მესამე. ვიცი რომ კარგად არ ჩანს, მაგრამ შტატივის წამოღება დამავიწყდა და ქვაზე მაქვს მიყუდებული ტელეფონი, ასე რომ პირველი ვარიანტისთვის იყოს აი ეს კრისტალი, მეორე ვარიანტისთვის იყოს აი ეს ლაზურიტი და მესამე ვარიანტისთვის იყოს აი ეს ვარდისფერი აგატის გულის ფორმის ქვა. ჩაიფიქრეთ, ჩემო ძვირფასებო, მე დროს მოგცემთ და დავიწყოთ. ვინც პირველი ვარიანტი ჩაიფიქრეთ. თქვენი გზა, ახლა თქვენი ტრამვა, რასაც გადიხართ, ღმერთო რომ ხელა კოღობი ერინგში. მეგობრებო, პროცესები, რომელსაც ახლა თქვენ გადიხართ, არის ფაქტობრივად შინაგანი ალქიმიის გზა. აქ ვხედავ იმას, რომ ბევრ თქვენთაგანს გაქვთ ესეთი სიტუაციები, აი რაღაცაზე ძალიან ჩაციკლულები, რაღაცაზე ძალიან ბევრს ვფიქრობდი, ძალიან ბევრს ნერვიულობდი. შეიძლება ეს იყოს საკმაოდ ძველი, მოუშუშებელი ემოციური ტრამვები. შინაგანი სულიერი ტანჯვა. ახლა არ მინდა ძალიან გავაფიქრო, მაგრამ მე აქ რასაც ვხედავ, ფაქტობრივად თქვენ გიწევთ თქვენს შიშებთან, თქვენს ჩრდილოვან მხარებთან თვალის გასწორება და თქვენი შინაგანი მაჯლაჯუნების მოშინაურება. მოდი ახლა ესე რომ ვთქვათ რა, ცოტა მეტაფორულად. იმიტომ რომ თქვენ ტარაკნები გყავთ თავში რა და აი ეს ძველი რაღაცეები ისე გათრიგერებთ დღესდღეობაშიც თითქოს გუშინ მომხდარი იყოს. არა და შეიძლება ბევრი წელი გავიდა, მაგრამ რაღაცეები ისევ გტკივათ როგორც მაშინ. და აი ეს ძველი წარსულის ჭრილობები გაქვთ თქვენ მოსაშუშებელი და მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი რაც ხდება თქვენს თავს, ჯერ ერთი შემთხვევით სადაც არაფერი არ ხდება, მაგრამ თქვენ შემთხვევაში ეს არის აი თქვენი პიროვნების რაღაცა ისეთ მხარეს შეგამეცნებინებთ და თქვენი პიროვნების ისეთ მხარეს დაგანახებთ, რაც თქვენ თვითონაც არ იცოდით, რასაც ვერც მოისაზრებდით და კი, აი თითქოს აი სადღაცას დამალული იყო თქვენი რაღაცა პერსონალური აი რაღაცა ხასიათის თვისება თუნდაც ან ნაწილი. შეიძლება აი ამ ტრამვებიდან გამომდინარე იმდენი თავდაცვითი, ასე ვთქვათ, უნარი გამოგიმუშავდათ და თავდაცვითი მექანიზმი, რომ აი ამ ყველაფერმა რაღაცნაირად აი შიგნით მოაქცია, აი წარმოგიდგენთ ეს არის ადამიანის ნამდვილი პიროვნება და აი ესე რომ ჩაკეტოთ, იმიტომ რომ თქვენ გჭირდებოდათ ცოტა ხანი დაგეცვათ თქვენი თავი, თქვენი პერსონა, თქვენი ავთენტურობა იმ ყველაფრისგან, რასაც გადიოდით და მინდა გითხრათ, რომ ეხლა ეს პერიოდი და ეს ყველაფერი სრულდება, აბსოლუტურად სხვა ეტაპზე გადადიხართ და აი თითქოს უბრალოდ აი ამ თქვენს ტრამვებს, ამ თქვენს ხარახურებს, უხეშად რომ დავარქვათ და დაუძახოთ, აი ჩააბარგებთ და უბრალოდ გაუშვებთ წარსულში, ისეთ ადგილას, სადაც აღარ შეაღებთ იმ კარებს
სადაც ეს ტრამვები დატოვეთ რა. აი ამ პერიოდს გადიხართ და მოდი მე მინდა ხა ვიკითხო, სად მიყავხართ აი ამ გზას? სად მიყავხართ აი ამ გზას? რისთვის გამზადებთ სამყარო? ძალიან საინტერესოა. ეს გაშლა, რა თქმა უნდა, ხა ორივე სქესისთვისაც არის, მაგრამ ქალბატონების შემთხვევაში ეს არის ესეთი პასუხი, რომ თქვენ შინაგან მასკულინურ მხარეს გამუშავებინებთ ეს ყველაფერი და ბევრად უფრო ესეთ ბრძოლის უნარიან, კონკურენტუნარიანს მიზანდასახულს ხდით, მაგრამ მამაკაცების შემთხვევაშიც ანალოგიური, ან თქვენს ნამდვილ პიროვნებას გამოვალენთ და მეორეს მხრივ, არის ეს მომენტიც, რომ შეიძლება სამყარო გამზადებთ ჯანსაღი პირადი პარტნიორული ურთიერთობებისთვის, იმიტომ რომ აქ ისეთი არკანები ამოვიდა, რომ აი თქვენ თუ ამ ყველაფერს დაძლევთ ისე როგორც ამ სამყარო გთხოვთ, ხო? ეს ყველაფერი რეალურად გაკვეთილია ჩვენთვის. თქვენ ცხოვრებაში შემოვა ძალიან ჯანსაღი, ძალიან ჰარმონიული სასიყვარულო პარტნიორი, რომელიც რა თქმა უნდა შემოგთავაზებთ ჯანსაღ სტაბილურ ურთიერთობას, თანაცხოვრებით, ქორწინებით და ასე შემდეგ. უბრალოდ ეგ არის რა, ამ თქვენი ტრამვებისაგან უნდა განთავისუფლდეთ. კი ბატონო და იშვიათი თქვენგანისთვის ეს შეიძლება იყოს შერიგებაც ვიღაცასთან, ესეც არ არის გამორიცხული, ხო? ეხლა ჩვენ ძვირფას პირველ ვარიანტს უნდა დავემშვიდობო და შეგახსენებთ, რომ ინდივიდუალური კონსულტაციებისთვის მიკავშირდებით ნომერზე 511 14 91 78 და ეხლა გადავდივარ მეორე ვარიანტზე. აი ეს ლაზური ტივის ჩაიფიქრეთ. კაცრავად. აქაც წარსული, აქაც დასრულებული ურთიერთობა, აი ამღვრეული ემოციური ფონი, შეიძლება ბევრს იხსენებდეთ წარსულში მოხდა რაღაც სიუჟეტებს. აი რაღაცნაირად პირველ ვარიანტს გავს ჯერჯერობით, მაგრამ ნახოთ აბა მთლიანობაში ღმერთო რამხელა კოღოები არიან. ნახოთ აბა მეორე ვარიანტი რა ემოციურ ტრამვას ამუშავებს ახლა და ამ მომენტისთვის. აქ ჩანს ესეთი სიტუაცია, რომ შეიძლება წარსულში რაღაც მეგობრულ ურთიერთობებში გქონდათ რაღაც ღალატი, მეგობრებისაგან ზურგში დანის ჩარტყმა, შეიძლება ყოფილიყო, ან აი რაღაცა ესეთი არჩევანის გაკეთება შეიძლება მოგიწიათ, სადაც აი მართლა რო შუაზე იხლიჩებოდით რა. ვიღაცისთვის შეიძლება ეს იყოს, რა თქმა უნდა, სასიყვარულო ურთიერთობაზე, წოღონდ ეს სასიყვარულო ურთიერთობა, სადაც აი სამკუთხედი იყო და შეიძლება არც გინდოდათ წასვლა, მაგრამ რო გაარკვეთო სასიყვარულო სამკუთხედში იყავით, აი იძულებული რო წახვედით, ან ვიღაცებმა ორ სხვადასხვა პარტნიორს შორის თქვენ თვითონ გააკეთეთ არჩევანი. ხო, ნებისმიერ შემთხვევაში ეს ეხება ესეთ ვარიანტს და ისეთ ადამიანებს, რომლებსაც მოუწიათ ესეთი არჩევანის გაკეთება, რომ აი რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიგიღოთ, თქვენ ეს მაინც გეტკინებოდათ. ანუ ერთ მხარეს აირჩევდით თუ მეორეს, თქვენთვის ეს მაინც მტკივნეული იქნებოდა და აქ ვხედავ იმას, რომ ძალიან ბევრი აიღეთ საკუთარ თავზე აი ამ კონკრეტულ სიტუაციაში. ეხლა რასაც აქ გიყურებთ და მოდი ეხლა მინდა გავარკვიო, სად მიყავხართ აი ამ ყველაფერს, როცა დაამუშავებთ, რისთვის გამზადებდათ სამყარო, მეორე ვარიანტი. ხალხო ძალიან მოდის ეს
ჩამევატაკანი. ძალიან მოდის ეს რაღაცა სასიყვარულო რა ხდება, დიდი ხანი არ გქონდათ დალაგებული სასიყვარულო ცხოვრება, იმიტომ რომ პირველ ვარიანტშიც მსგავსი პასუხი იყო, აქაც თითქოს გაგრძელებაა, მაგრამ აქ ცოტა უფრო სხვა თემაა. ცოტა ოდნავ განსხვავებული. ნებისმიერ შემთხვევაში ესეთი ვარიანტიც შეიძლება რომ ვთქვათ, თუ თქვენ იყავით სასიყვარულო სამკუთხედში, შეიძლება რომ რაღაცნაირად მოგვარდეს სიტუაცია ისე რომ ეს პარტნიორი, ვისთანაც ბარემაც რო გინდოდათ ურთიერთობა, მაგრამ არ იყო თავისუფალი, შეიძლება ეს ადამიანი მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ თქვენთან ურთიერთობა მისთვის უფრო პრიორიტეტული და საინტერესოა. მერთო მკოღოებმა მოვედით. ხო, მოკლედ, ადამიანმა შეიძლება არჩევანი გააკეთოს თქვენზე. კი ბატონო, და ეს იქნება ძალიან სტაბილური, უბრალოდ თქვენი მხრიდანაც ჩანს ისეთი განწყობა, რომ აი თითქოს აღარ გჯერათ, თითქოს იმედი აღარ გაქვთ, თითქოს აი თავიდანაც იშორებთ სავით, მაგრამ ну მაინც ჩანს, რომ ძალიან წყულში ამოდიხართ ახლა იმპერატორი და იმპერატრიცა. უბრალოდ ეგ არის რა, უნდა გაიაროთ ეს პროცესი. მოდი ვიკითხოთ, რა დაგეხმარებათ, რომ ეს გზა გაიაროთ მაქსიმალურად სასარგებლოდ თქვენთვის, აი რა უნდა გააცნობიეროთ, თუ რა უნდა გააკეთოთ, რა დაგეხმარებათ, მეორე ვარიანტი, აი სამყარო რასაც გთხოვთ, რა არის საჭირო თქვენი მხრიდან, მეორე ვარიანტი. შეთანხმება, კომპრომისი უნდა ისწავლოთ და გაიაზროთ, რომ ეს იყო თქვენთვის ძალიან კარმული, ეს ესე უნდა მომხდარიყო და თქვენ უნდა გაიაზროთ ის, რომ თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენს ცხოვრებაზე. და როგორც კი ეს მომენტი დადგება რა, რომ გაიაზრებთ, რომ თქვენ შეგიძლიათ რაღაცეები შეცვალოთ და გააკონტროლოთ თქვენ ცხოვრებაში, აი მაშინ დაალაგდება, აი მაშინ გაიხსნება ეს რაღაცა კარმული კვანძი, რაც შეიძლება რომ აქამდე გქონოდათ ესე დასამუშავებელი, ხო? ძალიან საინტერესოა. ну ფაქტობრივად ახლა მეორე ვარიანტი დავასრულე და უნდა გადავიდე მესამე ვარიანტზე. შეგახსენებთ რომ დაალაიქოთ და კომენტაროთ, გამოიწეროთ ჩემი არხი, რათა უფრო მეტი мотиваცია მქონდეს და მეტი საჯარო გაშლები ვაკეთო ხოლმე თქვენთვის. და ახლა ვნახოთ მესამე ვარიანტი. აი ეს ძალიან საყვარელი ვარდისფერი არის, მაგრამ არ ჩანს აქ კარგად. აქ გაქვთ რაღაცა კონფლიქტური სიტუაცია. რაღაც ესეთი სიტუაცია ჩანს, სადაც აი ვიღაცასთან ვერ შეთანხმდით, ვიღაცასთან გაქვთ ეს სიტუაცია, რომ არც თქვენ არ უთმობთ, არც ეს ადამიანი არ გითმობთ. ორივე თქვენს პოზიციაზე ძალიან ჯიუტად და მყარად გახართ და არც ერთი არ აპირებს კომპრომისზე წასვლას. არც ერთი არ ხართ მართალი, არც ერთი არ ხართ მწყვე. ორივე თქვენი სიმართლე გაქვთ და მოდი აბა ვნახოთ. რა გზას გადიხართ ახლა? რა ტრამვას ამუშავებთ? დიდი ალბათობით ეს ეხება ოჯახის წევრს, ვისაც აი განდევნით უარყოფთ, ვისთანაც კონფლიქტში ხართ, თავს იცავთ, არ გინდათ მასთან არანაირი გადაკვეთა, არ გინდათ მასთან არანაირი კომუნიკაცია, აი აბსოლუტურად უარყოფთ რა. უარყოფთ, საერთოდ არ გინდათ მისი არც ნახვა, არც საუბარი, არც გარკვევა, აი მაქსიმალურად თავიდან ერიდებით და ცდილობთ, რომ გაეცალოთ ხოლმე მის გარემოცვას. ასეთ სიტუაციებს ვხედავ მე ხა მესამე ვარიანტში. ეხა ეს ყველაფერი თქვენ რას გასწავლით? საინტერესო ეს არის. ეს სიტუაცია სამყარომ რისთვის მოგივრინათ, რას გასწავლით? ამით. როგორი ირონიული პასუხია, მაგრამ რაღაცნაირად მომეწონა. რას გასწავლით და იმას, რომ მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ ვინ როგორ გაფასებთ,
ვინ როგორ შეფასებას აძლევს თქვენს ცოდნას, განათლებას, საქმიანობას, თქვენს პიროვნებას. მოკლედ, ეგეთი პასუხია, რომ უნდა ისწავლოთ, რომ სხვების აზრი, სხვების შექება, სხვების კრიტიკა არ განსაზღვრავს თქვენს რეალურ პიროვნულობას, არ განსაზღვრავს თქვენს რეალურ შესაძლებლობებს და რაც არ უნდა გითხრათ, უბრალოდ გაუღიმეთ და გატრიალდით გააგრძელეთ თქვენი საქმე. არც შექება და არც კრიტიკა, როგორ გითხრათ, არ არის მნიშვნელოვანი. ერთადერთი შემფასებელი იყავით თქვენი თავის და ერთადერთი ადამიანი, ვისაც კონკურენცია უნდა გაუწიოთ, ეს ხართ თვითონ თქვენ. და გაიხსენეთ ხოლმე 1 წლის წინ ან 2 წლის წინ რა მდგომარეობაში იყავით და ეხლა რა შედეგზე ხართ და რაღაცა ესეთი პასუხი მოდის სამყაროსგან, რომ ყოველ შემთხვევაში მე ვხედავ, რომ თქვენ აუცილებლად გექნებათ პიროვნული ზრდის მომენტი. იზრდებით ზუსტად აი ამ ნაწილში, ახლა რასაც გიხმოვანებთ, რომ ის თქვენი ნათესავები იქნებიან, მეგობრები იქნებიან, თუნდაც კოლეგები, ხო? ადამიანები ვიღაცები, ვინც თქვათ იწუნებდნენ თქვენს რაღაცა გაკეთებულს თუ უკმაყოფილოებს. აი უბრალოდ უხეშად რომ თქვათ ფეხებზე იკიდებთ ამ ადამიანებს, საერთოდ უკუაგდებთ მათ აზრს და მიდიხართ თქვენ გზაზე და აი ეს როგორც კი სხვისი აზრი გახდება უმნიშვნელო თქვენთვის, ან თქვენ ცხოვრება გახდება ბევრად აი ამოისუნთქებთ. კი, აი სუბუქი გახდება, უფრო ლაღი გახდება, ისწავლით კმაყოფილებას მიღწეულით და ის ადამიანები, ვისაც თქვენი არ სჯეროდათ და ვინც ვერ ხედავდა თქვენს შესაძლებლობებსა და თქვენს პოტენციალს, დაგიწყებენ შორიდან ყურებას და აუცილებლად ექნებათ ის მომენტი, რომ ნახე შენ რამდენი შესძლებია, ნახე როგორი კარგი რაღაც გამოუვიდა. მოკლედ რასაც არ უნდა აკეთებდეთ, რა გზაზეც არ უნდა იდგეთ, არავის არ მოусმინოთ. უბრალოდ წადით და გააკეთეთ რა. თუ ვიღაცა გეუბნება, რომ შეუძლებელია, ხო შეუძლებელია აღარ მისთვის, იმიტომ რომ ის თავისი პოზიციიდან ფიქრობს, რომ ეგ შეუძლებელია, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ რაღაცის გაკეთება მოგინდათ, ეგ უკვე ნიშნავს იმას, რომ მომავალში არსებობს იმის პოტენციალი, რომ ის გამოგივიდეთ, იმიტომ რომ შემთხვევით არაფერი არ გვინდება რა. ახლა არასოდეს არ მომინდებოდა მაგალითად ბუღალტრობა და არასოდეს არ მომინდებოდა ინჟინერობა. მიუხედავად იმისა, რომ ზაკაი პროფესია, ხო? იმიტომ ის არ არის ჩემი პიროვნებისთვის, ხო? თუმცა ახლა ვიღაცა რომ მაგაზე ვთქვათ, მიზანს ისახავს და ვთქვათ, მისი მასწავლებელი რომ უბრალოდ რომ იცი შენ არ გაქვს საუკეთესო ქულები და არ გამოგივა, ის იმ მასწავლებელს არ გამოუვა, თორე ის ფაქტი რომ ბავშვს თუ ვინც არის სურვილი გაუჩნდა, ნიშნავს იმას, რომ იმის მიღწევა შეუძლია, თორე ის რაც რისი პოტენციალიც მომავალში არ არსებობს, ხო? ანუ აი ცოტა მატრიცის იდეაც რომ შემოვიყვანოთ ახლა მსჯელობაში, ხო? აი თუ კი ბედისწერასაც დაუშვებთ და თუ კი ვიტყვით, რომ აი ადამიანი რომ იბადება, რაღაცა ბედისწერით მოდის, ხო? და იმას აქვს რაღაც თავისი წინასწარ განსაზღვრული მომავალი. აი ის მომავალში რა, ვთქვათ, პოტენციალიც აქვს ადამიანს, რომ რაღაცა გახდეს, რაღაცა ბიზნესი დაიწყოს, თუ სადმე წავიდეს, თუ რა ვიცი, რასაც არ უნდა ეხებოს. ის აუცილებლად ცხოვრების რაღაცა ეტაპზე ისურველი იფეთქებს ადამიანის ცნობიერებაში და მოუნდება რომ გააკეთოს და თუ გინდებათ ესე იგი ის მომავალში უკვე გააქვთ. აი ამის თქმა მინდა რა და ირწმუნეთ საკუთარი თავის და საერთოდ ყურადღება არ მიიქცეთ არავის რა. არც რჩევებს მათ შორის, უსმინეთ მარტო თქვენ საკუთარ გულს და თქვენი გულის ხმას. ეს არის ჩემო ძვირფასებო თქვენს ვარიანტში მესამეებო. მე ამჯერად დაგემშვიდობებით და შემდეგი საჯარო გაშლაში გიბრუნდებით ყავით. როგორც ხედავთ, ხო და მე შეგახსენებთ, რომ უნდა გამოიწეროთ ჩემი არხი, დაალაიქოთ, დააკომენტაროთ და პირადი კონსულტაციებისთვის ნომერზე 511 14 91 78. აბა ბედნიერი დღე ან საყამო, ნახვამდის.